კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 9 საათზე. სურსათის ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია აქტიურ მუშაობას განაგრძობს. მომდევნო შეხვედრა უკვე მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან შედგება. მანამდე კი კომისიამ ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან პროდუქტებზე მაღალი ფასის დაწევის გზების ძიებაზე იმსჯელა. მთავრობამ 86%-იანი ფასნამატი დაითვალა, რაც კატასტროფულად მაღალ მაჩვენებელთან ერთად საზოგადოებისთვის მძიმე ტვირთია. სურსათზე მაღალი ფასი ერთადერთი არ არის, რაზეც სამთავრობო კომისია იმუშავებს. პირველ სხდომაზე საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან მედიკამენტებისა და საწვავის ფასსაც. როგორც ბიზნესი, ასევე რა თქმა უნდა, ეგეთი მოქალაქის ინტერესი უნდა იყოს შეთანხმებული, თანაბრად დაბალანსებული და ეს ამოცანა, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დაცული იქნება ეს პირობა. კარგია, რომ კომპლექსურად არის მიდგომა, საკითხი ეხება სურსათის ფასებს, მედიკამენტებს, საწვავს, ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვეულებრივი მოქალაქის ხარჯებში ყველაზე დიდ, ასე ვთქვათ, ნაწილს იკავებს. თავარი არის ორივე კომისიის მუშაობის, რომ შემოღებული იქნას სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავე დროს იქნება გათვალისწინებული ის სოციალური ინტერესები ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც არის პრიორიტეტული. ეს იქნება საუკეთესო იმისათვის, რომ საქართველოში კონკურენცია იყოს სამართლიან წესებზე დაფუძნებული, რომელიც ერთნაირად ხელსაყრელი იქნება როგორც ბიზნესისათვის, ასევე მოსახლეობისათვის და ამასთანავე არ დააზიანებს არც ერთი მხარის ინტერესებს. ბუდაპეშტში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ქართული მხარე დღეს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს ატილა ბენედას შეხვდება. იმსჯელებენ დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ითქვა, რომ უნგრეთს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული დემოგრაფიული პოლიტიკა აქვს, რომელსაც ქართულ მხარეს გაუზიარებს. საპარლამენტო დელეგაცია დღესვე უნგრეთის მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის ფიდელიტასის ხელმძღვანელობა შეხვდება. ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც გავივლით სხვადასხვა უწყებებთან, ეს არის დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც უნგრეთს გააჩნია, არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას, სანიმუშო და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება. ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 12 წლის მანძილზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოგრაფიის მიმართულებით, თუმცა ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია სწორედ ის ოჯახების გაძლიერება, ტრადიციების პატივისცემა, რაც ორივე ქვეყნისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გუდაური კობისა და რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. ლიპყიდულისა და ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ფარავნისა და ნაქერალას უღელტეხილებზე. საჩხერე რაჭის, ლენტეხი ლაზდილის, ოფიტარა მელეს გზაზე, ასევე ქორენიშის შოვის მონაკვეთსა და ჯვარი უშკულის გზაზე. ზვავის საშიშროების, ცუდი ხელვადობის და ქარბუქის გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია საგარეჯო უდაბნო დავითგარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 21 და 59 კილომეტრ მონაკვეთზე, მაღალმთიან აჭარაში კი პაქსაძეების ხიდი უთხისუბლის მონაკვეთზე. ასევე ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია ნიჩბისი, დიდგორი, დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კორშა-შატილისა და უშკული ლასტილის მონაკვეთზე. მხოლოდ მაღალი გამოვლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხეს გზის 50 და 95 კილომეტრ მონაკვეთზე. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები გვიან ღამემდე იწმინდებოდა. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა გასუფთავებულია. დილიდან სამუშაოები შიდა სასოფლო გზებზე განახლდება. პროცესში ჩართული აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტების მერიის შესაბამისი სპეციალური ტექნიკა. სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამოვლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ზამთრის საბურავებით. ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება. მუნიციპალიტეტში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზა გაწმენდილია. დილიდან განახლდება შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაც შეეხება ელექტროენერგიას. ამ დროისათვის ყველა აბონენტს მიეწოდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით დღეს მთელ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, შემცირდება ყინვებიც. თუმცა მომდევნო დღეებში ზოგან ისევ შენარჩუნდება ნალექი თოვლის სახით. სინოპტიკოსების ცნობით ცივი ამინდი 24 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. Klienat საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. რაც შეეხება შემდეგ დღეებს 23 და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. მოსალოდნელია დაბლობ რაიონებში ნალექი წვიმის სახით და მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში არის მოსალოდნელი ნალექი. თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა გუთინდელთან შედარებით 2 გრადუსით მოიმატებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მარტვილის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე მათ მდგომარეობას გაეცნო და პრობლემების გათვალისწინებით დახმარებას დაჰყვირდა. გიორგი ჯინჭარაძე სამაგრელოს ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილებსაც შეხვდა. სამეგრელოს რეგიონში ვეწვიეთ დევნილ შეჭირვებულ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ესეთ ოჯახებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და გამოვხატავთ თანადგომას. ბატონ გიორგის გავაცანი, ჩემი მდგომარეობა, ჩემი პრობლემები და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ პრობლემებსაც მალე მომგვარებენ. ონში ბეერშევას პარკში მდებარე ბავშვთა და მოზარდთა სპორტული კომპლექსის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეკეთდა შენობის სახურავი, სპორტული დარბაზი აღიჭურო, ასევე განახლდა გათბობისა და ელექტრომომარაგების სისტემა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დანადაფინანსებით განხორციელდა და მისი საერთო ღირებულება 313.993 ლარია. შენობა ნაგებობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, კერძოდ მთლიანად შეიცვალა სახურავი, კეთილმოეწყო სასტუმრო ოთახები, რომელიც შეივსო ინვენტარით. შენობა ნაგებობას სრულად გაკეთდა გათბობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი სპორტსმენებისთვის. სკოლის პროექტი შეიძინა მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლის ღირებულება გახდა 350.000 ლარი. სკოლაში ფუნქციონირებს რამდენიმე სექცია, ახალგაზრდა თაობა და იმ ბავშვების ნაწილი, რომლებიც ძალიან ბევრ და დიდ წარმატებებს აღწევენ. ჩვენი მიზანია პოპულარიზაციად გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას, როგორც ონის მუნიციპალიტეტში, ასევე მთლიანად რეგიონში. ეს ბოლო ინფორმაცია იყო ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში 10 საათზე დაბრუნდება, მანამდე კი ჩვენს ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს.